მოგესალმებით. მე ვარ ლელა კოტორაშვილი, ქართულის მასწავლებელი და 4 შვილის დედა. ასე საუბრის დაწყება მიბიძგა შერჩეულმა თემამ. მინდა დღეს გესაუბროთ ქართული ხალხური ზღაპრების შესახებ და როდესაც დავფიქრდი, ჩამოვწერე ის საკითხები, თუ რაზე მინდოდა ყურადღების გამახვილება, ძალიან ღრმად ჩემს ბავშვობაში ჩავედი და ამოვქეკე ჩემი მეხსიერებიდან უძვირფასესი ამბები. პირველმა შვილმა აღმიძრა სურვილი მასწავლებლობისა, მასთან ურთიერთობა, მისთვის ფიქრმა, თუ როგორი ტიპის თამაშები შემეთავაზებინა, რა წამეკითხა და ეს სურვილი დღემდე არ გამნელებია. მე-17 წელია დედის როლი მაქვს მორგებული და თანდათან გავიზარდე როგორც მკითხველი საბავშვო ლიტერატურისა. რა უნდა ვუკითხო, როგორ ვუკითხო, რა შევურჩიო. აი მეორე რაზეც მინდა ყურადღების გამახვილება ბავშვობის გარდა, პარალელურად, უბრალოდ ეს არის ინტუიცია და დაკვირვება ჩემს შვილებზე. რას მთხოვენ, რა უნდათ რომ წავუკითხო, რას ვთავაზობ და რატომ ვუკითხავ, აი ამაზე მინდა გესაუბროთ და როგორი დიდი როლი აქვს ბავშვის ჩამოყალიბებისას ქართულ ხალხურ ზღაპრებს. რატომ უნდა ვუკითხოთ ზღაპრები? მოდი დავიწყოთ. გუშინ ღამე და დასრულდა ჩემი ღამე, ბავშვებს რომ ვაძინებდი, 5 კუნჭულათი აი ამ წიგნით და დილა გათენდა და დღე დაიწყო ასფურცელათი. საქმე ის არის, რომ ეს წიგნები გამომიგზავნა ქვე უნდა აღვნიშნო აუცილებლად ჩემმა მეგობარმა იამ, რომელიც ახლა ამერიკაში არის, იქ ცხოვრობს და ერთხელაც 2 წლის წინ მან მომწერა, რომ ბუკინისტებთან შეიძინა ეს წიგნები და დაუკავშირდა მას ბუკინისტი, თუმცა ია უკვე აღარ იყო საქართველოში და ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა შენ გამახსენდიო და გამოგვიგზავნა აი ასეთი ზღაპრები. ჩემს ბავშვობაშიც იყო და უბნის ბიბლიოთეკაშიც ხედავ ხოლმე აი უძველეს გამოცემებს, მაგალითად ასფურცელა ზუსტად ჩემი ტოლია 1986 წლის გამოცემა ნაკადულის და ბევრი წიგნი მაქვს, თუმცა დროდადრო აი ამ წიგნებსაც ვუკითხავ ხოლმე ბავშვებს. ლილე არის ამ ეტაპზე მთავარი სამიზნე, ასე რომ ვთქვათ, 7 წლის არის ლილე, ნერსი არის 2 წლის და ისე ხდება, რომ ძირითადად ლილე განსაზღვრავს და რა უნდა წავუკითხო, ან რა უნდა ვუამბო და ნერსეც აი ამ ლილეს არჩეულ ლიტერატურით კმაყოფილდება, თუმცა ჩვენ მისთვისაც გვაქვს სხვა წიგნები. მთავარი შემაკავშირებელი ამ ასაკის მიუხედავად, ასაკის სხვაობის მიუხედავად არის ქართული ხალხური ზღაპრები. ალბათ 1 წელია ბავშვები ლილემ თხოვს, რომ წავუკითხო ზღაპარი წიქარა. თავიდან აი ამ გამოცემით გავაცანი წიქარა, რომელიცაც შეყვარებული ვარ, ეს არის ზოლიანი კატა გამომცემლობა და გიორგი ჯინჭარაძის ილუსტრაციები არის, ჩემს მოსწავლეებსაც ვაცნობ და ვუკითხავ ხოლმე ამ წიგნს. და შემდეგ უკვე გადავინაცვლეთ მოყოლაზე. ზღაპრის გარეშე არ იძინებს ლილე, ვერ იძინებს უბრალოდ. და აი რაც არ უნდა ბევრი სტუმარი ყავდეს, აი გავიხსენებ მაგალითად 2 კვირის წინ მისი დაბადების დღე იყო 7 წლის გახდა. თანატოლები რომ გავაცილეთ, შემდეგ უკვე უფროსები მე გვესტუმრნენ და ლილეს ძილის დრო მოვიდა. მთხოვა რომ მომიწექი და მომიყევი ზღაპარიო, უბრალოდ ვერ იძინებს ხოლმე ზღაპრის გარეშე. აი ამ ლილესთან ურთიერთობაზე დაკვირვებამ, თუ როგორი სიხშირით ითხოვს ზღაპარს, როგორ
მიდის ნელ-ნელა ძილში და რა სიკეთების მომტანი არის ზღაპრის კითხვა თუ მოყოლა. სწორედ აი ამიტომ გამიჩნდა სურვილი რომ ჩავწერო ეს ვიდეო, გაგიზიაროთ თქვენს ჩემი გამოცდილება ერთ ადამიანსაც რომ გამოადგეს, ერთ დედასაც თუნდაც ან აღმზრდელს, ან მამას, ძალიან ბედნიერი ვიქნები და მეც სიამოვნებით უსმენ ხოლმე სხვის გამოცდილებას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ვიდეოს ჩაწერა. აზრი რომ არ გამექცეს, დავუბრუნდები თუ რა როლს ასრულებს ზღაპრის მოყოლა ბავშვის განვითარებისას. როგორც წესი, ლილე მთხოვს ხოლმე ძილის წინ. ერთი რამ უკვე ვახსენე, რომ ეს არის ძილის დამხმარე საშუალება. როგორც კი ზღაპარს ვუყვები, ან ვუკითხავ, მისი მერცხლის ფრთების მსგავსი წამწამები ნელ-ნელა ერთმანეთს უახლოვდება და ხედავ როგორ შედის ძილში. აი მართლა ამაზე დაკვირვება არის საოცრება. როგორ გადაჰყავს აი ამ ფოთვარე დღიდან ძილში შვიდად. საოცარი სიმშვიდით ბავშვი ზღაპარს. ამასთანავე დედა-შვილის ურთიერთობის კავშირისთვის არის ძალიან კარგი შეუცვლელი ზღაპრის მოყოლა. რაც არ უნდა, ზოგჯერ არის ხოლმე ისეთი დღე, რომ მთელი დღის განმავლობაში ვერ ვახერხებ მასთან კომუნიკაციას, მეც ვმუშაობ, ცალკე სახლის საქმეები, საჭმელი და კიდევ 1000 ვალდებულება მაქვს. თუმცა თავს იმით ვიმშვიდებ ხოლმე, რომ ზღაპარს როცა წავუკითხავ, ბავშვს ხედავ როგორი ურთიერთობა გვეყალიბდება და როგორი დაუვიწყარი იქნება მისთვის. ეს უკვე ვიცი ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით ამის შესახებ ახლა გესაუბრებით. ასე რომ აი თუ კი სინდისის კენჯნა დაგვეუფლება რომ დღე გამოვტოვეთ და ვერ დავუთმეთ დრო შვილებს, შეგვიძლია რომ აი ზღაპრის დრო ვაქციოთ ისეთ დრო, რომელიც გადაწონის უთვალავ დღეს ერთად აღებულს. ამასთანავე ჩემი დაკვირვებით ხშირად როცა ვჩერდები ხოლმე და ვეკითხები, აბა როგორ გაგრძელდება, ან რაღაც კომენტარს ვაკეთებ პერსონაჟის საქციელის შესახებ, საერთოდ არ აინტერესებთ ხოლმე, პასუხობს, მაგრამ გულგრილად, რადგან ერთი სული აქვს, როდის გავაგრძელებთ. ესე იგი თვითონ ამ წყვეტა რაც არის ხო ზღაპრის დრო, იმ დროში რომ შევდივართ, ბავშვს არ სიამოვნებს. არის ხოლმე მომენტი, როდესაც ცვლი სიუჟეტს და იუმორი, აი ამ თვისებას აყალიბებს აღმზრდელსა და ახსაზრდელს შორის. საოცარი ამბები დაგვიგროვდა, ძალიან ბევრს ვიცინით, მაგალითად, თავისთავად ჩნდება ხოლმე, ყოველთვის ერთნაირი არ არის ზღაპარი, კარგა კი არის ეს სიუჟეტი ერთი, მაგრამ დრო და დრო სურვილი მიჩნდება, რომ რაღაცები ჩავამატო. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, უბრალოდ ამ წიქარას რომ ვუყვები, დედინაცვალსა და ბიჭის მამას შორის დიალოგი გადაიქცა ბავშვების ერთ-ერთ საყვარელ ეპიზოდად. იმიტომ რომ მოკლედ, როდესაც დაბრუნდება ქმარი და დაინახავს, რომ ამ ხმიადები აქვს გამომცხვარი ცოლს და ზემოდან ზეწარი გადაფარებული, გადატრიალდება, გადმოტრიალდება და ლაწალუწი გაუდის ამ ხმიადებს, ეს ამ წიგნში არ არის, მე დავამატე, სხვა ზღაპრიდან შემოვიტანე, ასე რომ ვთქვათ, ჩხუბს დაიწყებენ და მოკლედ ეს დედინაცვალი ეუბნება, რომ ვიყავი კოლანთ თამროსთან, კითხავთან და მან მითხრა, რომ აი ეს წიქარა უნდა დაკლამ, მხოლოდ მისი ხორცი გადაგარჩენს. ამაზე რომ აუტყდებათ სიცილი, მერე ვამბობ, რომ კოლანთ თამრომ გააგზავნა მაგალითად სხვასთან შიუნად, თერასთან მაგალითად, არ ვიცი ახლა საიდან მომაფიქრდა.
და ასე გრძელდება. მოკლედ, ხან რას ვამატებ, ხან რას, როცა ხვდები რომ მათ ეს მოსწონთ და დრო აღარ მაგრძელებინებენ ხოლმე, გთხოვ კიდევ არ გააგრძელო ჯერ. იქ უნდათ ყოფნა და იცინიან ორივე გულისხმობ 2 წლის ნერსეს. ესე იგი, ჩამოვთვალეთ ის, რომ ძილში მშვიდად გადაყვანა და შეყვანა, იუმორის განვითარება, ამბავი, როგორც ასეთი და უწყვეტობა შეფასების გარეშე, თუმცა დრო და დრო კი მაინც ვცდილობ ხოლმე, რომ ავუხსნა სიტყვა, ან შევეკითხო პერსონაჟის შესახებ, ან რომელი ეპიზოდი მოსწონს ყველაზე მეტად, თუმცა თვითონ იმ დროს ეს არ სიამოვნებთ. დედის ბავშვთან შვილთან გატარებული დრო, დაუვიწყარი დრო და ეს არის კიდევ ხო ერთი რამ ხმამაღალი კითხვა ავითარებს აკადემიურ უნარებს და თუ კი თქვენ გსურთ რომ თქვენმა შვილმა კარგად ისწავლოს სკოლაში, ადვილად დაძლიოს წერა-კითხვის უნარები და გაუჩნდეს ცნობის მოყვარეობა, აი ამ ყველაფერს უზრუნველყოფს მისთვის მოყოლილი ზღაპრები, რადგან ხმამაღალი კითხვისას ხმიანდება სიტყვები და ამახსოვრდებათ ბავშვებს, შემდეგ კი უადვილდებათ ამოცნობა, დეკოდირება და ადვილად დასწლევენ ხოლმე აი პირველ ეტაპს, რასაც ქვია კითხვის სწავლა და წერა. უვითარებს ფანტაზიას, ეს ამას ხშირად ვიმეორებ, წარმოსახვას და მენტალური სიჯანსაღე. აი ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ხშირად არის ესეთი დისკუსია იმის შესახებ, რომ ზღაპარში არსებული სისასტიკეები ბავშვებისთვის დამთრგუნველია, რომ არის ბევრი სისხლი. მახსენდება მაგალითად ერთ-ერთი ზღაპარი სრულდება ასე, რომ ძმა მოკლა და პირველ კლასელმა ბიჭმა მოსწავლემ მითხრა, რომ მე ჩემს ძმას არასდროს არ მოკლავო, ასე შეაფასა ის მოსმენილი. თუმცა მე რომ ვუღრმავდები ჩემს ბავშვობას, მსგავსი პროტესტი თქვა არ მიჩნდებოდა, ვიღებდი ისე იმ ყველაფერს, თუნდაც იმ სისასტიკეს, რაც იყო მოცემული ზღაპარში და არც ჩემს შვილებზე დაკვირვებით გარკვეულ ასაკამდე, მე უკვე გაბრიელი 13 წლის არის ახლა, ხშირად მესაუბრება ხოლმე, როგორი ჰორორ ჟანრი არისო, ქართული ხალხური ზღაპარი, თუმცა გაბრიელიც გიждდება ქართულ ხალხურ ზღაპარზე, ძალიან უყვარს და როცა მე ცუდად ვარ, აი ახლაც თუ ესე ხშირად ყოფილა, რომ აი დაღლილი ყოფილა ან გაციებული, მithოვია გაბრიელისთვის, რომ ზღაპარი წაიკითხა და მას ეს წაუკითხავს, ახლაც მომიჯდება ხოლმე, როცა ბავშვებს უკითხავ და სიამოვნებით ისმენს, თქვა ახალ ზღაპარს. ერთი სიტყვით, აი მასაკში პატარა როცა არის ბავშვი, ისინი იღებენ ისე, როგორც არის ასახული იმ რეალობას, რასაც ზღაპარი ასახავს ჩვეულებრივად, ჩემი დაკვირვებით და ეს პირიქით ამზადებს ბავშვს მომავლისთვის, იმიტომ რომ ცხოვრება არის საწუთროს ვალის გადახდა, როგორც რუსთაველი იტყო და მაშინ დღესდღეოსნის კითხვისას დავფიქრდი ამაზე, რომ ბავშვობა არის მზადება სწორედ იმ ქარტახილებისთვის, რაც ყოველთვიურ ადამიანს შეხვდება ცხოვრებაში და თუ მყიფე ფსიქიკა აქვს ადამიანს, გაუჭირდება და თუ კი შევამზადებთ, რომ დიახ ცხოვრება სავსეა სისასტიკეებით, შურით, ზაკრობით, მაგრამ ამავე დროს ყოველთვის ჩნდება მჩუქებელი, მხსნელი, დამხმარე, როგორც არის ეს ჯადოსნურ ზღაპარში გმირები და ისინი აუცილებლად ჩნდებიან, ცხოვრება უფრო ასატანი იქნება შემდგომში. მე ძალიან ბევრი სირთულე შემწყვეტ ცხოვრებაში და ვფიქრობ, რომ ჩემი მენტალური ჯანმრთელობა სწორედ აი ამ ზღაპრებმა განაპირობა და არა ძალიან ბევრი რამ განაპირობა. დავასრულოთ ალბათ ბავშვებისთვის თუ რა სიკეთის მომცემი არის ზღაპრის კითხვა და გადავიდეთ ახლა ჩემს ბავშვობაზე და შემდეგ მინდა კიდევ რამდენიმე თემაზე გავამახვილო ყურადღება. აქ მაქვს მე წიგნი, რომელიც ჩემი ბავშვობის
წიგნი იყო, ოღონდ უყოდო ყდა არ ქონდა და ყველა ბუკინისტთან ვეძებდი ნომერიც კი ჩავაწერინე რამდენიმეს, რომ თუ კი შეხვდებოდათ ეს წიგნი ჩემთვის დაერეკათ. სამწუხაროდ ვერ ვიშოვე და როდესაც კავკასიის უნივერსიტეტში საბავშვო ლიტერატურის აი ამ საგანს უკითხავდი მომავალ მასწავლებლებს, მაშინ მოვუყევი ზღაპრებს რომ ვაცნობდი, მოვუყევი და როგორც ახლა თქვენ იგი ამბობთ თუ როგორი დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში ქართულმა ხალხურმა ზღაპრებმა, ამ წიგნის ილუსტრაციებიც მქონდა, იმიტომ რომ შემდეგ პალიტრა ელმა გამოსცა აი ასეთი სამი წიგნი, ზუსტად ეს წიგნი არის, ანალოგი არის ამ წიგნის, ოღონდ დაყოფილია და შემთხვევით წავაწყდი ბიბლუსში და მახსოვს ცრემლები წამომივიდა, როდესაც გადავშალე და დავინახე ილუსტრაცია. გულისხმობ თენგიზ მირზაშვილის, ახლა შემდეგ გავიგეთ, რომ ბავშვობაში არ ვიცოდი, მინიმალისტურ ორნამენტებს, აი ამ ილუსტრაციებს, რომელთა სითეულის ზღაპარი იწყება და მთავრდება და მაშინ ვიცანი, რომ ეს იყო ჩემი ბავშვობის ზღაპრების წიგნი, რომელსაც მიკითხავდნენ ჩემი ძმები. გავიდა დრო დაუბრუნდეთ კავკასიის უნივერსიტეტში და ერთ-ერთ ლექციაზე ელენემ, ჩემმა სტუდენტმა მომიტანა საჩუქრად ეს წიგნი. ელენეს დედას უყიდია, შეუძენია ერთ-ერთ ბუკინისტთან და ეს არის უძვირფასესი საჩუქარი, ახლაც მინდა რომ მადლობა გადაუხადო ელენეს და მის ძვირფას დედიკოს, რომ ესე ბავშვობა დამიბრუნეს ამ წიგნის სახით და მოდი განვაგრძოთ თუ რატომ მიყვარს ეს წიგნი. ერთი საყვარელი ამბავი მაქვს კიდევ ჩემმა ბიძაშვილმა, ჩემმა თანატოლმა ინგამ ერთხელ ეს წიგნი მომყარა და თახჩაში, კახეთში აღმოვაჩინე და მახსოვს რომ აი თმები დავაგლიჯეთ ერთმანეთს, ისე ვიჩხუბეთ ამ წიგნის გამო. შენახული ქონა თახჩაში და რომ გამოვხსენი და დავინახე, მაშინვე ვიცანი. ჩემი უფროსი ძმა მიკითხავდა თურმე, მე ზაზამ მითხრა, ორი უფროსი ძმის გაზრდილი ვარ და მე კი მახსოვს მხოლოდ ზაზა, რომ ზაზა მიკითხავდა ამ ზღაპრებს, სად ვისხედით მე და ზაზა, პატარა ოთახი ასე ვეძახდით ოთახს, ტახტზე და მიკითხავდა ძალიან სწრაფად. ისე სწრაფად მიკითხავდა, რომ ხშირად ვერაფერს ვერ ვიგებდი, მაგრამ გატრუნული და გასუსული ვიყავი, ოღონდ კი წაეკითხა, ისეთი დიდი სურვილი მქონდა ყოველთვის და ვიცი, როგორც ახლა ლილე მთხოვს ხოლმე, რომ ზღაპრის გარეშე ვერ იძინებს და ზღაპარს გუყვები, აი ასე, ალბათ ზუსტად იგივე სურვილი მამოძრავებდა. და შემდეგ კითხვა რომ ვისწავლე, მახსოვს სწორედ იმის გამო ვისწავლე, რომ მე თვითონ წამეკითხა ეს წიგნი. ჩემი პირველი წიგნი იყო, თავიდან ბოლომდე მაქვს წაკითხული, კითხვა რომ ვისწავლე, ეს წიგნი წავიკითხე. და ნატვრის თვალი იყო ის ზღაპარი, რომელსაც ზაზა მიკითხავდა და ნატვრის თვალი დღესაც ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ზღაპარია. მაშინ როგორც უკვე აღნიშნე, ბავშვებს ამბავი აინტერესებთ, თუმცა ნატვრის თვალში არის ახლა უკვე ზრდასრულობისას, როცა მიუბრუნდი ამ ზღაპარს, არის ესეთი მნიშვნელოვანი ფრაზა, რაც მაქვს, რაც არ მაქვს, მექნება და ვფიქრობ, რომ ჩემს ცხოვრებას ზუსტად შეესაბამება. ძმების გარდა ზღაპრებს მიყვებოდა მამა. ოღონდ მამა არ მიკითხავდა, მამა მიყვებოდა ყოველღამ, მახსოვს მომიწვებოდა, მაძინებდა და მიყვებოდა დევებზე. მამას ჰქონდა გარკვეული რიტუალები გამოგონილი, მაგალითად აკუმულატორი დამიჯდა, გაჩერდებოდა და მე ავწიკვინდებოდი ხოლმე, ისე მეშლებოდა ნერვები, ახლაც მახსოვს, რომ წყვეტდა ამ თხრობას და სუკები უნდა ჩამებარებინა, უნდა დაეტენა ეს აკუმულატორი. სუკები იყო აი ღაწვები და მკოცნიდა უამრავს. ესე დამიჭერდა ხოლმე სახეს და ესე მკოცნიდა კაპილარები მქონდა ჩაწყვეტილი. და მე გაგრძელებდა მოყოლას.
დედა ხშირად ამბობს ხოლმე ნეტავ ჩაგვეწერა მამას მოყოლილი ზღაპრები, რაღაც პერიოდის მერე ეს რიტუალი რომ მამა მაძინებდა და მომიწვებოდა ზღაპრებს მიყვებოდა გაქრა, რა თქმა უნდა. და ეს ზღაპრებიც მამასთან აი იმ დროსთან ერთად გაქრა. თუმცა ახლაც როცა მამაზე ვფიქრობ, ყოველთვის მახსენდება სწორედ აი ის მომენტი, როცა მამასთან ვიყავი ამ სიბნელეში და მამა მიყვებოდა მთელი არსებით დევების შესახებ ზღაპრებს. ეს დევი იყო მთავარი პერსონაჟი. ყოველდღე სხვადასხვა ამბავს იგონებდა. გარდა ზღაპრებისა, მამა თავისი ცხოვრების ამბებსაც მიგონებდა ჯარის, ბავშვობის, ძირითადად პირველი სიყვარულის მაგალითად. მე ვიყავი მისი პატარა მეგობარი და არ ვიცი, ესეც არანაკლებ ძვირფასი იყო ჩემთვის, ზღაპრებზე არანაკლებ. აი ესეთი ჯადოსნური საჩუქარი მაჩუქეს ჩემმა ოჯახის წევრებმა. დედა ზღაპრებს არ მიყვებოდა, მაგრამ ინგლისური ენის სპეციალისტი და მიყვებოდა, მაგალითად მეფე ლირის ოღონდ ესე ძალიან მარტივად და მახსოვს რომ სიბრალული აი ეს განცდა დამეუფლა მას შემდეგ რაც მომიყვა რომ ორმა ქალიშვილმა არ შეიფარა გაძევებული მეფე და მხოლოდ უმცროსმა ქალიშვილმა შეიფარა, ძალიან გობროსდია უმცროს ქალიშვილებზე და შემებრალა მამა და ეს შთაბეჭდილება დღემდე მახსოვს და დედაც მიყვებოდა თავისი სკოლის ამბებს, თავისი ცხოვრების ამბებს. ძალიან ძვირფასი არის აი ეს ურთიერთობა, რომელსაც ჩუქნით ამ დროს ჩვენს პატარებს, ბავშვებს და მთელი გულით მსურს, რომ არ მოვაკლოთ ბავშვებს ამგვარი რამ. ეს არის საზრდო, საგზალი, ის რაც მათ სულს დაემჩნევა, რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების საშვილიშვილოდ გარდაეცემის, ამ სტრიქონზე ბევრს ვფიქრობ ხოლმე და ალბათ ეს ერთ-ერთი ბოლო დროს ვფიქრობ ორ რამეს, ეს არის ქართული ხალხური ზღაპრების მოყოლა და ზაღლებთან ურთიერთობა. ვისაც უყვებოდნენ ზღაპრებს და ვისაც ძაღლი ყავდა ბავშვობაში, სულ მგონია რომ რაღაც ისეთი შინაგანი თვისებები აქვს გახსნილი, რაც შემდგომ ძალიან რთული არის, რომ ეს ყველაფერი შესძინოს შენს თავს ადამიანმა. ამიტომ უფროსებმა უნდა ვიზრუნოთ ამაზე, რომ საგზლად ბავშვობიდან გავატანოთ, რაც შეიძლება მეტი სულიერი საზრდო, მეტი ზღაპარი, მეტი ურთიერთობა და ამავე დროს აღმზრდელისთვისაც არის ეს წარმოუდგენელი სიხარული. თუ თქვენ უძილობა გაწუხებთ, შეგიძლიათ რომ ბავშვებთან, როდესაც მოუყვებით, მე მაგალითად ხშირად მათთან ერთად მეძინება, ან უფრო ადრე თუ დაღლილი ვარ და მე უკვე ბოდავ ხოლმე სრული ამ წყოს მნიშვნელობით, რაღაც სისულელეების ლაპარაკს ვიწყებ და ლილე მაჯანჯღარებს ხოლმე რომ დედა უკვე ბოდავ და მე მიწევს გამოფხიზლება, ან თხოვ რომ იცი რა მოდი რა ხვალ გავაგრძელოთ. აქო ისიც უნდა გითხრათ რომ არ გეგონოთ რა ესე მე რაღაც საოცარი მოტივირებული ადამიანი ვარ და ყოველ ღამ ვუყვები, ხშირად დაღლილი ვარ, ხშირად ვეუბნები რომ არ შემიძლია, ხშირად არა ხანდახან, მაგრამ როცა კი ასე ხდება, სინდისის ქენჯნა კვლავ უფრო მეტად მაწუხებს და ამიტომ ვცდილობ მოვიკრიბო ხოლმე ენერგია და დავთანხმდე, რადგან ამბის თხრობაც, ან ზღაპრის თხრობასაც უნდა გამოწვრთნა, წვრთნა არის, თავდაპირველად შეიძლება გაგიჭირდეთ, მოგიწიოთ ტექსტებთან მიბრუნება, მე რომ ბავშვობაში მიკითხავდნენ, ეს სულაც არნიშნავს, რომ უზარმაზარი ცოდნა მქონდა დაგროვებული, პირიქით ეს არის შვილებთან ერთად მივუბრუნდი საბავშვო ლიტერატურას, ქართულ ხალხურ ზღაპრებს, ეს დღემდე გრძელდება და მათთან ერთად დავაგროვე ძალიან ძვირფასი მოგონებები, ცოდნაც და ძალიან სიამოვნებს სწორედ ის თუ როგორ ვიზრდები მე როგორც მთხრობელი. ძალიან რთულია, დამღლელია, თუმცა თუ თქვენ სიამოვნებას მიიღებთ, ინტონაციას შეცვლით, რაღაც ხმას აუწევთ, ტონს შეცვლით, პერსონაჟებს მოარგებთ და მთელი გულით ჩაებმებით ამ მოყოლაში,
თქვენს ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებთ, იმიტომ რომ მათთან ერთად სიცილი რაც ახლა ვახსენე არის ჩემთვის უძვირფასესი და ეს შემდეგ მეორე დღესაც გრძელდება. აი უკვე ისეთ რაღაცებზე გვეცინება რაზეც მარტო მანამდე მე გამეცინებოდა და წარმოიდგინეთ თქვენ შვილებს ზრდით მეგობრებად. იმიტომ რომ ვისთან ერთადაც იცინი ეს პატარა ამბავი არ არის. აი ეს ვრცელი ვიდეო მინდა დავასრულო ზღაპრის სტრუქტურაზე საუბარი კიდევ შორს წაგვიყვანს, თუმცა სანამ ამ ვიდეოს ჩავწერდი, მოვუსმინე დღის კოდის ამ გადაცემას ზურაბ კიკნაძე ყავდათ მოწვეული, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ჩანაწერი არის და მოვუსმინე, ჩავწერე საკვანძო საკითხები, რაზეც ბატონმა ზურაბმა ისაუბრა. და ისიც რა მოსაზრებებსაც მე თანამოაზრე აღმოვაჩინე, ასე რომ ვთქვათ, ისიც თulis რომ ეს შიში, რაც არის ეს სისასტიკე, არ არის ამოსახები ქართული ხალხური ზღაპრებიდან, საერთოდ ზღაპარი მიაჩნია ყველაზე შეკრულ სტრუქტურად, მითისგან განსხვავებით აქ ესეთი ურღვევი სტრუქტურა არის და რომელმაც დროს გაუძლო და ეს არის კაცობრიობის სიბრძნე, ასე უწოდებს ბატონი ზურაბი. მითი არის ჩვენი კაცობრიობის დაბადების არსებული რწმენა წარმოდგენების შესახებ შენახული ცოდნა, ხოლო ზღაპარი კიდევ უფრო სხვა სიბრძნეა, ეს არის გვასწავლის ცხოვრებას. ეს ახსნის ბატონი ზურაბი და რაც ყველაზე მთავარი კიდაღამ დამავიწყდა სიკეთისა და ბოროტების ჭიდილი, სადაც სიმარჯვებს სიკეთე ყოველთვის. აი ეს მოლოდინი, რომ სიკეთე გაიმარჯვებს, ბავშვებს ჩვენ ზღაპრის ყველაზე ძლიერი მხარეა, რადგან წეგან როგორც ვახსენე ამ საწუთროს ვალის გადახდისას, კი, ბევრი ბოროტება შევხვდებით, მაგრამ სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს. და როდესაც აი წიქარას რომ დავფიქრდი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოტივი არის შური. რადგან დედინაცვალ შეშურდება ბიჭისა და ხარის მეგობრობის ბოლოშიც თუ გახსოვთ ალვეს ხეზე რომ შემოსვამს წიქარა და დაუტოვებს ორ სალამურს ბიჭს, ის ბედნიერია, პეპლები დაფრინავენ ამ ხის ირგვლივ და აი ჰარმონია ამ ბიჭის სიკეთე, რომელიც გაისმება ირგვლივ, შურს აღუძრავს კუდიან დედაბერს და მოვა და ყველანაირად შეეცდება და მოახერხებს კიდეც რომ დაურღვიოს ეს ჰარმონია. თუმცა შემდეგ ისევ ამ დამხმარეების თაგვის იქ ჩიტის, რომელიც ალამურს მოუტანს მერცხლის საშუალებით, ისევ გაიმარჯვებს სიკეთე და ისევ აღდგება ეს ჰარმონია და ჩვენს ცხოვრებაშიც ხშირად ხდება ხოლმე, რომ ირღვევა ჰარმონია, თუმცა ისევ თავიდან იწყება ამ ჰარმონიის აღდგენა. ეს ცოტა ვრცელი თემა არის კიდევ და ბევრი შეიძლება რომ ვისაუბროთ და ახლა მინდა დავასრულო. მგონი ყველაფერზე გავამახვილე ყურადღება. ხო, მივყვეთ ბავშვის თხოვნას, მე მივყვები ბავშვის თხოვნას, ამაზე მინდა კიდევ გავამახვილო ყურადღება, რომ განუწყვეტლი მთხოვს ლილე მოვუყვე ზღაპარი. და ახლა უკვე პატარა ნერსეც მეუბნება რომ მომიყევი ზღაპარი და ვფიქრობ რომ უკვე ძალიან კარგად ლაპარაკობს და აი ამას ხელი შეუწყო მოსმენა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ დაბადებიდან ესმის როგორ ვუყვები და როგორ ვუკითხავ ლილეს ზღაპრებს. არა მარტო ზღაპრებს, მაგრამ ამ ვიდეოში ზღაპარზე ვამახვილებ ყურადღებას. ასევე მხატვრული სამყარო, ხო, ეს დამავიწყდა რა მე თქვა, მხატვრული სამყარო. საერთოდ თუ დავაკვირდებით, ჩვენი ყოველდღიურობა გაღარიბებული არის მეტაფორული აზროვნებით, აი სამყაროს მშვენიერების აღქმა დაკარგულია და გვიწევს უკვე მე როგორც მასწავლებელს ძალიან დიდი ძალისხმევის გაღება, რომ ბავშვებს დავაფიქრო ბუნებაზე, შევაყვარო ხეები, დღის ამ ბუნება რომ შევაყვარო. და ზღაპარში აი ეს მხატვრული აზროვნება თავისი მხატვრული ხერხებით გაზვიადება, გაპიროვნება, რაც არის, ხომ, არის საოცარი, სკიური, საგანძური, რომელიც
რომელსაც ბავშვს გავატანთ შემდგომ. მხატვრული აზროვნება, პოეტური აზროვნება, შეიძლება ითქვას თამამად. და ახლა მინდა ბოლოს მოგიყვეთ, რომ ერთი საოცარი ამბავი მარჯორი უორდროპი გავიცანი, აი ამ გურამ შარაძის ამ წიგნის მიხედვით, რომელიც დაახლოებით 4 წლის წინ რომელსაც ვკითხულობდი მთელი აგვისტოს განმავლობაში და ბევრი რამ შევიტყვე, მათ საოცარი ნაშრომი არის, იმ ხელა შრომა გაუწევია ბატონ გურამს. და აქ აღმოვაჩინე, რომ როგორც წესი, მარჯორი უორდროპი ცნობილია როგორც ვეფხისტყაოსნის მთარგმნელი. და ამ წიგნში აღმოვაჩინე, რომ მას უთარგმნია თავდაპირველად ქართული ხალხური ზღაპრები. წარმოიდგინეთ, რა მაგარი ამბავია. მთარგმნა მარჯორიმ ასევე წმინდა ნინოს ცხოვრება, განდეგილი, სულხან-საბა ორბელიანის იგავარაკები და ბოლოს უკვე ვეფხისტყაოსანი. და ამ ქართული ხალხური ზღაპრების გამოცემას გამოეხმაურა არა მარტო ინგლისის საზოგადოება, არამედ ამერიკაში და რუსეთშიც გაზეთებში ბეჭდავდნენ ამ ძალიან საინტერესო მოვლენის შესახებ. მარჯორიმ მიუძღვნა ეს წიგნი ანთროპოლოგიის დამფუძნებელს ერთ-ერთ ტეილორს, რომელსაც წაუკითხავს და დადებითი შეფასება მიუცია თარგმანისთვის, დადებითად შეუფასებია ეს თარგმანი და ეს რომ გავიგე ძალიან გამიხარდა, რადგან უკვე მიხვდით ალბათ როგორ ძალიან მიყვარს ეს ჟანრი და საერთოდ თორეც რაღაც ძალიან გულით გიყვარს, მერე უკვე მთელი ამბები იწყება, იკურება და იკინძება ამ სიყვარულის ირგვლივ. ერთხელაც აი ეს წიგნი 1001 ზღაპარი არის ჟურნალ ივერიის მიხედვით გამოცემული ავტორმა გიორგი ჭეიშვილმა შეადგინა ეს წიგნი, პატარ-პატარა ამბები წლების მიხედვით დათარიღებული ივერიიდან შეკრიბა და თითოეული ამბავი არის უსაზღვროდ საინტერესო. პირველი გამოცემა მაჩუქა თეკლამ, ჩემმა უფროსმა შვილმა დაბადების დღეზე, მეორე მე თვითონ წავაწყდი ბიბლუსში და როდესაც მოვდიოდი უკან ბრუნდებოდი, ავტობუსში აღმოვაჩინე ამბავი 1894 წელს ივერიაში გამოქვეყნებული ამბავი, სადაც ავტორი ვარლამ ჩერქეზიშვილი ბაზიანი, ასეთია ფსევდონიმით წერდა ლონდონიდან ივერიისთვის და სოფლიოში მიმდინარე ამბებს იქიდან უგზავნიდა ხოლმე ამ ივერიას გაზეთს. და მას გამოუგზავნია ამგვარი ცნობა, რომ ქალბატონ ვარდროპის მიერ ინგლისურად თარგმნილი ქართული ზღაპრები უკვე დაბეჭდილა და ისყიდება ლონდონში. წიგნი საკმარისად მოზრდილია და პატარა წინასიტყვაობის გარდა შეიცავს 16 ზღაპარს ქართლში გაგონილს 8 სამეგრელოში და 14 გურიაში. თარგმანი ქალბატონს ვარდროპს გამოჩენილ მეცნიერ ედუარდ ტაილორისათვის მიუძღვნია. ამას წინათ იყო მოხსენებული ჩვენს გაზეთში, იმედი არ დამჯდეს, რომ ქალბატონმა ვარდროპმა აღნიაშვილის მიერ შეკრებილი ზღაპრები ინგლისურად თარგმნა და უკვე დაბეჭდაო. ეს წიგნი ისე მოსწონებია ინგლისის რჩეულ საზოგადოებას, რომ უკვე მეორე გამოცემას აპირებენ და პირველი გამოცემა ისე ცოტა დარჩენილა, რომ წიგნის ფასი 4 შილინგის მაგივრად 5-ად გაუხდიათ. წათამამებული მთარგმნელი ახლა თურმე ორბელიანის სიბრძნეს იცურვას ბეჭდავს და მომავალ თებერვლისთვის მზად ექნება გასასყიდად. თარგმნის აგრეთვე ვეფხისტყაოსანს. ქალბატონ ვარდროპს საკმაოდ დიდარი ბიბლიოთეკა აქვს ქართულის წიგნებისა, ყოველი ახალი წიგნი, ჟურნალი და გაზეთი მოსდის რომ თვალყური ადევნოს ჩვენს მწერლობას. აი ასეთი საოცარი ჩანაწერი რომ ნახე, ხომ უსაზღვროდ გამიხარდა. შემდეგ მოსონება დავკარგე, მაინტერესებდა რომელი ზღაპრები თარგმნა მარჯორიმ. მე ოქსფორდში ვერ წავიდოდი ამ ეტაპზე, თუმცა იმედი მაქვს და ვოცნებობ, რომ ბოდლის ბიბლიოთეკას ვესტუმრო და სწორედ იქ ჩემი თვალით ვნახო მისი თარგმანები და იქ დაცული წიგნები თუ პირადი წერილები. და გავეშურე საჯარო ბიბლიოთეკაში აღნიაშვილის ზღაპრები მოვიძიე, ამოვწერე ის ზღაპრები, სათაურები, რომლებიც მარჯორის უთარგმნია და ერთ-ერთი არის კონკია ჟღარუნა. წარმოიდგინეთ, კონკია კი არა, კონკია ჟღარუნა და სულ მაინტერესებს ნეტავ მარჯორიმ როგორ გადათარგმნა ეს ინგლისურად. ძალიან ბევრი შეიძლება კიდევ ვისაუბროთ, თუმცა მოდი დავასრულებ
ერთი პატარა მონარიდით, რომელიც მიუძღვნა ინგლისურ ჟურნალში, ჟურნალ ათენეუმის 1895 წლის 9 მარტის 3515 ნომერში რეცენზია ავტორმა ინმან და თარგმნა ჟურნალ გაზეთ ივერისთვის ივანე მაჭავარიანმა, რომლის ფსევდონიმი ყოფილა ინმანი. შეფასებულია დადებითად მარჯორის ეს საქმიანობა ქართულ ხალხური ზღაპრების თარგმნას გულისხმობ და ბოლოს ამბობს ასეთ რამეს ავტორი. მის ვარდროპი პირველია, რომელმაც დაჰბადა აზრი, რომ სახალხო ზღაპრები დიდად საინტერესოა და იმის წიგნს, ვინც წაიკითხავს, მართლაც გულში მადლობა აღეძვრება მისდამი. მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, რომელიც ძალიან ხშირად უძღვნის მარჯორის მადლიერებას, მადლობას ამის გამო. ქართული ენა ისეთი ძნელია, რომ ყოველ ლინგვისტს დაუკარგავს მადას შესწავლისას, მაგრამ იმენის შესწავლის შემდეგ გახსნილი გვექნება არა მარტო ქართული ლიტერატურის, არამედ მეგრულისა და სხვა ენებისაკენ, რომელნიც იმავე ძირისანი არიან, როგორც ქართული. ვურჩევთ ჩვენს მკითხველებს წაიკითხონ ესე ზღაპრები და დასტკბნენ, რადგან შიგ ნახავენ მდიდარს ფანტაზიას და ბევრს გადაკრულ სიტყვას ძველ ცრუ მორწმუნეობის შესახებ, რომელიც ქრისტიანობამ წმინდა ნინოდგან მეოთხე საუკუნიდან დაწყებული ვერ აღმოფხრა ადამიანთა გულიდან. არსებობა ფოლკლორისტების საზოგადოებისა იმედს გვაძლევს, რომ ამიერიდან უფრო მეծ ცოდნა შევიძენთ კავკასიაში ბევრი ნაშთია სხვადასხვა გვარეულობისა, რომელთაც დასტოვეს კვალი თავისი არსებობისა საქართველოში ადგენს ერთ ტომს, რომელიც ახლა აშკარად გვაჩვენებს ამ გვარეულობათა ერთობას. ზღაპარი მთელი კაცობრიობისთვის არის გამაერთიანებელი ერთ-ერთი და ვეთანხმები ამ ავტორს, რომ ქართული ზღაპარი არის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც უნდა მოფრთხილება, დაფასება და ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად იცოცხლებს ზღაპარი და მოდი გავაცნოთ, წავუკითხოთ ჩვენს შვილებს, დებს, ძმებს, პატარებს, ვინც ჩვენი ირგული ვარიან. დიდი მადლობა, ასეთი ვრცელი ვიდეო არ ჩამიწერია, თუმცა იმდენად მინდოდა და იმდენი სათქმელი დამიგროვდა, რომ ვისაც აინტერესებს, ალბათ მოусმენს და მადლობა თქვენ, მადლობა მას, ვინც ბოლომდე მოусმინა ჩემს საუბარს. დროებით.